ზუსტად 14 აგვისტოს დილით მე ვიყავი აქ გორის ცენტრში. იქ ხალხი იყო შეკრებილი და ამ დროს მოვიდა ლომაია. სადღაც იქნებოდა 1-11-12 საათი დღის. ლომაია რომ მოვიდა, რამოდენიმე წუთი შეყვე მოხვდა ბორისოვი. მოყვა ბორისოვი მანქანით. და ბორისოვს უძდა ვიღაცა მანქანა და ეხლა მაგ ბიძამისი რა სააკაშვილის ბიძა ის და იმის მანქანაში. ჯიპით იყო ეს ბორისოვი. და ბორისოვთან იყო რა ბორისოვის მანქანაში, იმ მანქანაში ისო ხალხმაც არა იქ ვიცი იყო. ლომაია რო გადმოვიდა და ბორისოვი მან რო დაინახა გადმოვიდა, ხო ბორისოვიც რო გადმოვიდა მანქანიდან. ლომაიას ეუბნება რა პირდაპირ ახლა რუსულად მიდო და ლაპარაკი რა ბოლო ქრისტიანები არა ხართ თოგაცო. ორი გირეკაო და რატო არ მოდიხარ, რატო არ ნახულობო და ახლა რა არის ვიყრილიაო თქვენი ბიჭები, ცხინვალი ყაარსო რა. აღარ შეიძლება ცხინვალში ყოფნა, ძაღლები და ღორები ჭამენ თქვენ მიცვალებულ სამხედროებს. ახლა ეს რომ მოვისმინე და რამე და ახლა ლომაიას ესია კოსტუმში ხელი გაყრილი და ესე და ისამიძნაი ნაშიძელა რუსულად ეგ უთხრა. ეგ რა უთხრა უკვე ვეღარ მოვითმინე რა. დავიდა გინება ლომაიას მაგინებ ვიცე. მთელი ამბავი მთელი ისა და მე ამ ბორისოვმა უკვე 5 წუთიანი ბიჭებმაც ახლა იქ კარგი გაჩერდი და ეს მივიდა ჩაჯდა მანქანაში ლომაია, ყავდა ვიღაცა 2-3 კაცი დაცვა. ხო და მე ეს ბორისოვი რომ მომიტრიალდა დაუჭირე ეს ხელი. მე ვუთხარი რა ძალიან არ თქო კაცურად მე ვუთხარი. ერთ ვიცოდი ქართული ცოდნე მე ქართულად დამელაპარაკე. კაი ბიჭო, კაი ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება. ვაი ეგ სიტყვები ქართულად მითხრა. ხო და მე ვუთხარი მე წამოვალ ხალხს წამოვიყვან. ოღონდ ის ბიჭები გამოგვაყვაინეთ რა. ცხინვალში რომ იქ არ მოხდეს რაღაცა შეგვიყვანენ და მე წამოვალ. მე ვიღებ ჩემ თავს. ეხლა სამხედრო ეს ბიჭები მიცვალებლები გამოგვეყვანა რა. როგორც იმან ახსნა თავიდან. ხო ძაღლები და ღორები ჭამდნენ უკვე. თან აი მომენტში თქვენ თუ არ გადიდით 30-35-40 გრადუსი ადიოდა სიცხეები. იმ წელს იმ აგვისტოს ეგეთ ცხელი აგვისტო არ ვიცი. И когда мы вошли в Тбилиси, горы трупов грузинских солдат валялись на дорогах, при жаре 35 градусов, они все там пухли, и никто осетины их не трогали. Тогда президент Саакашвили направил целую группу парламентариев и военных ко мне в горе с просьбой организовать это дело, ну, продолжить дело по обмену пленными и убитыми. Прибыли председатель парламента Грузии Ломая Александр. Прибыл в Киеве Таргамадзе, председатель. Ломая, да, этот очень товарищ. Никому из наших командования и моих подчиненных командиров не понравился. То есть это человек ни слова, ни дела, это просто трусливый товарищ, имея такую большую должность в правительстве Грузии, ничем не занимался. Не помогал ни осажденным горийцам, ни прочим, только занимался вот этой политикой, бегал в бронежилете, трясся там от страха, что кто-то его захватит, он никому не нужен, и прыгал в первую машину там и уезжал. Ни организации подвоза продовольствия, ничего он там не делал.